პარლამენტში რამდენიმე წუთში დაიწყება პლენარული სხდომა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები. Ამ ინიციატივას დეპუტატებს გააცნობს თავად მინისტრი დავით არახველიძე. ცვლილებების მიხედვით იგეგმება დევნილების შემწეობების გაზრდა 45 ლარამდე, ასევე გამარტივდება დევნილთა სტატუსის მინიჭების პროცედურაც. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება იქნა შეტანილი, მათ შორის დევნილის განმარტებაში, ცნებაში იქნა ცვლილება შეტანილი და კანონის მიღების ძალაში შესვლის შემდეგ დევნილი იქნება არა მარტო ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, არამედ სხვა ტერიტორიიდანაც ნებისმიერი მასობრივი ძალადობის მსხვერპლი. მრავალი ახალი განმარტება შემოვიდა, ისეთი როგორიც არის სათანადო საცხოვრებელი, ფართის მართლმზომიერი მფლობელობა, გრძელვადიანი განსახლება, გაუქმდა დისკრიმინაციული ტერმინები. ითვალისწინებს დევნილთათვის შემწეობის გაორმაგებას და იგი ხდება 45 ლარი კანონში ჩაიწერება და გვინდა რომ ამოქმედდეს მარტიდან, ასევე უმჯობესდება უფლებების თვალსაზრისით შემწეობების მიღების და ჩამორთმების შემთხვევაში აღდგენის პროცედურები, ვადები იზრდება, მოიხსნება ესეთი მიდგომა დისკრიმინაციული, როგორც იყო კომპაქტური კოლექტიური ჩასახლებები, იმიტომ რომ ამ ტერმინების მიხედვით იყოს სხვადასხვა ტიპის შემწეობა. ჩვენ გვაქვს მიდგომა, რომ იყოს ერთიანი ცნება, დევნილი სტატუსის მიღება გამარტივდეს და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება შევიტანეთ, რომ ოჯახის წევრს, როდესაც ერთ-ერთს აქვს ეს სტატუსი, დანარჩენ წევრებს შეუძლიათ ამ სტატუსის მიღება და ამ მხრივ ჩვენ კანონს ვამარტივებთ. როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე წუთში პარლამენტში დაიწყება პლენარული სხდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობის გარდა დღესვე იგეგმება პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაც. დიდი მადლობა ეკო მაგრაძე გურთვებოდა ქუთაისიდან.